მოგესალმებით მეგობრებო, ამ გაშლაში ძალიან საინტერესო ამბავი ხდება და გვექნება კითხვა, რატომ არ მისრულდება სურვილი? და შესაბამისად მეორე არკანი აბარას გვეუბნება, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აგვისრულდეს ეს სურვილი. ეს გაშლა ავირჩიე, იმიტომ რომ ზოგადად ადამიანები ხშირად ცოტა შესავალი რომ გავაკეთო, ყველა ადამიანს ზოგადად გვისრულდება ხოლმე სურვილი. უბრალოდ საქმე არის იმაში, რომ ხანდახან ჩვენ არასწორად სინთეზირებთ სამყაროსთან, არასწორად ვაკეთებთ ამის ვიზუალიზაციას, ან ჩათქმას სურვილის, ან ასე შემდეგ და შესაბამისად სურვილები არ გვიხდება ხოლმე და მერე ვამბობთ, რომ უი სამყარო როგორი ბოროტია და რატომ არ ამისრულდა ჩემი სურვილი. თუმცა სამყარო ძალიან მობიერია და აბსოლუტურად ყველა ადამიანს უსრულებს სურვილებს და პირიქით სამყარო ზოგადად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა ადამიანის სურვილი ასრულდეს ყოველთვის. უბრალოდ არის გარკვეული წესები, გარკვეული კანონები ზოგადად სამყაროში, რატომაც შეიძლება ეს არ მოხდეს და დიდი მონოლოგით თავი რო არ შეგაწყვეტოთ, პირდაპირ შეგვიძლია გადავიდეთ თქვენთვის რა არის ის, რატომაც არ გისრულდებათ მოცემული სურვილი და რა უნდა გააკეთოთ, რომ აგისრულდეთ. იმისთვის, რომ ეს გაშლა იყოს თქვენთვის პროდუქტიული, მოგიწოდებთ, რომ აუცილებლად ძალიან მობილიზდეთ და ინტუიციურად გააკეთოთ რჩევანი, იმიტომ რომ მე უბრალოდ კარტებს ვკითხულობ, ხოლო კონკრეტულად არჩევანს აკეთებთ თქვენ. ამიტომაც რასაც აირჩევთ თქვენ, ზუსტად ის იქნება პასუხი თქვენთვის, თავარია რომ ინტუიციურად ძალიან სწორად მიუდგეთ და ამ თემასთან დაკავშირებით კითხვები მომდის ხოლმე, რომ რას ნიშნავს ინტუიციურად სწორად არჩევა და როგორ უნდა გავაკეთო და ამიტომაც უბრალოდ მოგიწოდებთ ხოლმე, რომ მოდუნდეთ, მოეშვათ, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, უბრალოდ უნდა ავირჩიოთ არკანი. და ასე რომელიც დაგიძახებთ, მარტივად რა ვთქვა, ის შეგიძლიათ აირჩიოთ. შეგიძლიათ რამოდენიმე აირჩიოთ და შინაარსობრივად მერე გადააბათ ერთმანეთს. შეგიძლიათ რამოდენიმე სურვილი აირჩიოთ, მაგალითად ეს რატო არ მისრულდება, ის რატო არ მისრულდება და სხვა პოზიციები ჩაუთქვათ. ასევე ძალიან გთხოვთ, რომ თუ უყურებთ ჩემ ვიდეოებს, მოგწონთ და ზოგადად საინტერესოა თქვენთვის ეს სფერო, მაშინ აუცილებლად გამოიწერეთ არხი და კომენტარეთ ხოლმე და ლაიქეთ პეიჯი. ძალიან ბევრ სიახლეს ვაპირებ ცხოვრებაში, ვიდეო ბლოგთან დაკავშირებით და ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი თქვენთაგანისთვის რაღაც მაინც იქნება აქედან საინტერესო. და მეც ძალიან მიხარია ხოლმე ყოველი თქვენი კომენტარი, სხვათა შორის, იმიტომ რომ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც მაძლევთ ბიძგს, რომლებიც მაძლევთ მიმართულებას, იმიტომ რომ ამას თქვენთვის ვაკეთებ და რა თქმა უნდა მჭირდება თქვენი კომენტარები. ამიტომაც არ დაგეზაროთ ხოლმე, აუცილებლად დააკომენტარეთ. კიდე რა გაშლების ნახვას ისურვებდით, ან რა მოგეწონათ, ან რა შესწორებას გააკეთებდით, ან თქვენთვის როგორ ახდა. ან რამდენად ახლოს არის უბრალოდ თქვენთან, ან უბრალოდ არ ვიცი, ისე დააკომენტარეთ ხოლმე. მოკლედ, გადავიდეთ უკვე გაშლაზე და ნახოთ 5 პოზიცია, თუ რატომ არ მისრულდება კონკრეტული სურვილი და ნახოთ რა დაგეხმარებათ ამ სურვილის ასრულებაში, ნახოთ პირველი პოზიცია. რატომ არ მისრულდება სურვილი და რა დამეხმარება სურვილის ასრულებაში. რატომ არ გისრულდებათ სურვილი? აქ ცოტა უნდა ვისაუბრო სამყაროს კანონზე, ერთ-ერთზე, რომელიც გულისხმობს გადაჭარბებულ ენერგიას, რომელიც ხელს უშლის ხოლმე საქმის გამოსვლას. ანუ, როდესაც გადაჭარბებულად გვაქვს ჩვენი ემოციები, ჩვენი ფიქრები და ჩვენი ზოგადად შრომა, ქმედება, აქტიურობა მომართული ამ საქმისკენ. აქ მიყვარს ხოლმე ზოგადად კონსულტაციებზე როდესაც ესეთი შემთხვევა მაქვს, მიყვარს ხოლმე ამ ანალოგის მოყვანა, რომელიც ძალიან კარგად ხსნის, რატომ ხდება ესე. ანუ ჩემს ბავშვობაში და ეხაც მგონი არსებობს ყველა თქვენთაგანს ეცოდინება ესეთი საშუალი, რომელსაც ორი მხარე აქვს და ერთი თეთრია, მეორე რაღაც მონაცრისფერი და ვითომ ის შლის პასტას, ესეთი ლეგენდა არსებობს, თუმცა არაფერს არ შლის, როგორც იცით. და ბავშვობაში ყველას ქონია ალბათ ესეთი შემთხვევა, რომ იმითი უცდია აი ამ პასტის წაშლა. და რას შვება, ანუ პასტას არ შლის, მაგრამ ჩვენ ვშლით და საბოლოოდ ის ადგილი იჯიჯგნება და ფუჭდება თვითონ ქაღალდი, ხო? და იმას ჯობდა რომ საერთოდ რაღაც ხაზი გადაგვესვა და გადაგვესწორებინა, ხო? ზუსტად ესეთი რაღაცა ხდება, როდესაც ჩვენ ზედმეტ ენერგიას მივმართავთ იმ საქმისკენ, რომელიც გვინდა რომ გამოგვივიდეს ზოგადად. და აი ჩიჩქნით და საბოლოო ჯამში რა ხდება? ვაფუჭებთ მთლიან თემას, ხო? ამიტომაც თქვენ შემთხვევაში ხელისშემშელი ფაქტორი არის ის, რომ ზედმეტად შეიძლება გაქვთ ჩაციკლული, ზედმეტად შეიძლება მოქმედებთ ზედმეტად აქტიურად, ზედმეტად არ ვიცი,
მეტი ენერგია გაქვთ აი ამ საქმისკენ მომართული, როგორც მენტალური, გონებრივი, ასევე შესაძლებელია რომ იყოს ასეთი, ყველაზე რადიკალურ შემთხვევაში იქნება ასეთი მომენტი, რომ ერთადერთი თქვენი ცხოვრების ამომავალი წერტილი მიგაჩნიათ, რომ ამ სრული სასრულებაა და სხვანაირად არანაირად არ იქნება და ეს ბევრად ამძიმებს კიდე ამ სიტუაციას და მეტად უფრო ნაკლებად არის შანსი რომ აგისრულდეთ. და ასევე კიდევ ახლა აი ესეთი აზრი მომივიდა ესე სპონტანურად, რომ ზოგი თქვენთაგანისთვის დაფიქრდით, ანუ ეს ძალიან სიღრმისეული და ძალიან ესეთი თემა არის, მაგრამ ზოგი თქვენგანისთვის, ვინც საკმარისად გახსნილია საკუთარ თავთან, შეიძლება ასეც იმუშაოს, რომ ამ სრული სასრულება გინდათ, იმიტომ რომ მიპყროთ ვიღაცის რაღაცის ყურადღება, რომ აი რა მაგარია, როგორ გააკეთეთ, როგორ გამოგივიდათ, რა მაგარი ხართ და ასე შემდეგ. ანუ ასე ვთქვათ, შეფასებისთვის და მარტივად ჭყალებში მარიაჟობისთვის შეიძლება ეს თემა იყოს. ამიტომაც აი ამ კუთხით, რაც ვისაუბრეთ, დაფიქრდით აუცილებლად და აუცილებლად იპოვით პასუხს რომელიმე აი ამ ვარიანტიდან, რატომაც არ გისრულდებათ მოცემული სურვილი. რა უნდა გააკეთოთ ახლა იმისთვის, რომ აგისრულოთ ეს სურვილი? გვაქვს დედოფალი თასების. თასების დედოფალი ეს არის ქალი, რომელიც არის ძალიან ემოციური. ეს არის წყლების წყალი. ანუ ორმაგი წყალი არის, რაც იმას გულისხმობს, რომ აქ გვაქვს ძალიან დიდი ემოციურობა, აქ გვაქვს თუ ჩამეცნება, აქ გვაქვს თუ ჩაღრმავება, აქ გვაქვს შინაგან სამყაროსთან ურთიერთობა. ანუ ეს არკანი გონება იმას, რომ ჩაუღრმავდით საკუთარ თავს. იქნებ საერთოდ არ არის ეს თქვენი სურვილი. იქნებ აკვიატებული აზრია, იქნებ ვიღაცის ჯინაზე გინდათ, ვიღაცის ჯიბრზე გინდათ, ვიღაცის დასანახად გინდათ. და რა თქმა უნდა, როცა თქვენი სურვილი არ არის და ვიღაცის და რაღაცის დასანახად გინდათ, ძალიან ნაკლები შანსია, რომ ეს სურვილი აგისრულოთ. ჩაუღრმავდით საკუთარ თავს, საერთოდ ცოტა ხანი მოეშვით ამ თემას, აი საერთოდ გადადეთ ეს, გადავდოთ მოდი გვერდზე ეს არკანი, არ გვინდა. მიხედეთ თქვენ შინაგან სამყაროს. რაღაცა არის შინაგანად, რაც არ ლაგდება და არ მოდის სინქრონში თქვენ სურვილთან, რომელიც ჩაფიქრებული გაქვთ. აუცილებლად რაღაცა არის, რაღაცა ხინჯია, რაღაცა ისე არ არის. ამიტომაც დაუთმეთ დრო საკუთარ თავს. საერთოდ დაივიწყეთ ეს სურვილი, დაანებეთ საერთოდ თავი და უბრალოდ იყავით მშვიდად. თქვენ თავში ეცადეთ დაალაგდეთ თქვენს ემოციებში, თქვენს შეგრძნებებში, თქვენს ინტუიციური მხარე უფრო გააღვიძოთ და ეცადეთ რომ გააღვიდოთ ნამდვილი სურვილი, ანუ იპოვოთ რეალურად ის მომენტი, ანუ რეალური მომენტი, რატომაც გინდათ რომ ეს სურვილი აგისრულდეთ და არა რაღაცა გარეგნული მიზეზი, რომ თქვათ, კაი ტიპი ვარ, ან ესე გამოვჩდები, ისე გამოვჩდები, ან კარგი იქნება, ხო? რაღაცა ძლიერი мотиваტორი უნდა იპოვოთ საკუთარ თავში, რაღაცა ის, რაც გამოძრავებთ, ხო? შესაბამისად ეცადეთ რომ აი მაქსიმალურად თქვენ საკუთარ თავში ჩაუღრმავდეთ, იმიტომ რომ სურვილი, რომელიც თქვენ გინდათ რომ აგისრულდეთ, ცოტა არ ჯდება თქვენს, ანუ არ არის დალაგებული იდეოლოგიაზე, ანუ რას გულისხმობ? ყველა სურვილი ზოგადად უნდა ემსახურებოდეს სამყაროს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ სამყაროში სტუმრები და ჩვენი ყველას მისია არის საზოგადოებას ვემსახუროთ ასე თუ ისე, ხო? რომელიმე ხერხით. ამიტომაც თქვენი სურვილი შეიძლება ცოტა წინააღმდეგობაში მოდის ამ ფენომენთან, ზოგადად ამ თეორიასთან და სამყაროს ამ კანონთან და ამიტომაც გირჩევდით რომ შინაგანად თქვენს ფასეულობებზე დაფიქრდეთ იმაზე, რომ ამ სურვილის ასრულებით საზოგადოებაში რა წვლილს შეიტანდით, რას დათესავდით, რას გააღვივებდით, აი ამ კუთხით დაფიქრდით და როგორც კი იპოვით მთავარ მარცვალს, აუცილებლად დაგეხმარებათ ამ სურვილის ასრულებაში. შეიძლება იპოვოთ ის, რომ საერთოდ არ გინდოდოთ ეს თქვენი სურვილი არ არის და მოხოვული აზრია, ან უბრალოდ რაღაცა კაი ტიპობის ან პონტის გამო გინდათ ამ სურვილის ასრულება. ბოდიში ცოტა ჟარგონულად ვლაპარაკობ, თუმცა ხანდახან ესე მოაქვს ხოლმე ემოციები და ენერგეტიკა და შესაბამისად მოდის ხოლმე სიტყვები ესე ექსპრომტად. ნახოთ მეორე არჩევანი, რატომ არ მისრულდება სურვილი და რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ამისრულდეს. აი თქვენ მართლა ძალიან საინტერესო სიტუაცია გაქვთ, მოკლედ შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ სურვილი არ გისრულდებათ, იმიტომ რომ არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ ეს სურვილი აგისრულდეთ. ანუ რაღაცა ძალიან ზედაპირული დამოკიდებულება გაქვთ, გონიათ, რომ სამყაროსულად ეს უნდა მოვიდეს თქვენთან და თქვენ ამაში შრომა არ უნდა ჩადოთ, ან უნდა ჩადოთ, მაგრამ ეხლა ეს არ გინდათ და ცოტა მაინც გახალტურებაზე, დროს ტარებაზე და არაქმედებაზე ხართ გადართული და შესაბამისად, რა თქმა უნდა, სურვილი არ აგისრულდებათ, ხო? იმიტომ რომ თქვენ თვითონ ამისთვის ძირითადად არაფერს არ აკეთებთ. ანუ აი პირველ შემთხვევაში ადამიანი პირიქით ზედმეტად შრომობდა და ისევ სამიან პენტაკლში იყო და თქვენ შემთხვევაში სამიან თასში ხართ. ანუ ზედმეტად არაფერს არ აკეთებთ ამისთვის, უბრალოდ ესე
არ ვიცი, ბეცმინდობილი შეიძლება იყოთ და თვლიდათ, რომ ნუ თუ მოსასვლელია უნდა მოვიდეს, მაგრამ ნუ ეხლა რაღაცებს ხელიც უნდა შევუწყოთ, ხო, იმისთვის რომ მოვიდეს. რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ სრული აგისრულდეთ? არის ის, რომ ძალიან კაცრი ნაბიჯები უნდა გადადგათ, პირველ რიგში რაღაც სერიოზულად მენტალობა უნდა გადაახალისოთ თქვენი, რაღაცები უნდა დაალაგოთ თქვენ თავში და ძალიან დიდი რადიკალური ცვლილებები უნდა მოახდინოთ თქვენს ცხოვრებაში, როგორც მატერიალურ, ისე არამატერიალურ ფონზე, იმიტომ რომ კოშკი ეს არის ძალიან დიდი ნგრევა რაღაცის. ეს არის ნგრევა რაღაცის, რაც თქვენ აღარ გჭირდებათ. ანუ თქვენი სურვილი შესაძლოა იყოს დაკავშირებული ცხოვრების ხარისხის და ეტაპის რაღაცა სხვა ეტაპთან, რომელიც გინდათ რომ მიიღოთ, გინდათ რომ სხვა ეტაპზე გადახვიდეთ, ახალი ცხოვრება დაიწყოთ, რაღაცა გლობალური ცვლილება მოხდეს თქვენ ცხოვრებაში. თუმცა რა თქმა უნდა, ახლა ესე დროს ტარებით და შრომის არ ჩადებით, ეს ყველაფერი არ მოდის, იმიტომ რომ კოშკი აჩვენებს იმას, რომ თქვენი წინა, ანუ ცხოვრება, რომელიც აქამდე გიცხოვრიათ, არის საკმაოდ გამყარებული უკვე, ეს ზის უკვე თქვენს მენტალობაში, თქვენს ფსიქოლოგიაში, თქვენს მატერიალურ სამყაროში. ამიტომაც ამას ძალიან დიდი ნგრევა ჭირდება, რომ თქვენი სურვილი მომავალში უფრო დაიძრას და თქვენსკენ მოვიდეს. ამიტომაც აი ძალიან დიდი სხვაობაა ახლა, არაფერს არ აკეთებთ და ყველაფერი უნდა გააკეთოთ. აი ძალიან მარტივი ფორმულირება რო გავუკეთო, არის ის, რომ აი ყველაფერი უნდა შეცვალოთ ცხოვრებაში, იმისთვის რომ ეს სურვილი აგისრულდეთ, შეცვალოთ რა კუთხით ახლა, რაც აღარ არის რაღაცის მომტანი თქვენ ცხოვრებაში, ეს ყველაფერი უნდა დაანგრიოთ, ეს ყველაფერი უნდა მოიშოროთ. ანუ კიდე რა კუთხით შეიძლება განვიხილოთ ეს თემა, რომ შეიძლება რომ რაღაც ახალი გინდათ, მაგრამ ძველს არ ანებებ თავს, იმიტომ რომ მაინც სტაბილურად გინდათ თავი იგრძნოთ. თქვა სამსახურის თემაზე რომ ავიღოთ, ხო? თქვა გინდათ ძალიან მაგარი სამსახური და არ მოდის. რატო არ მოდის? იმიტომ რომ ზიხარ ძველ სამსახურში არ ხეინათ და არაფერს არ აკეთებთ იმისთვის, რომ ახალი მოვიდეს. ანუ ელოდებით, თუ მოვა, არ მოვა და ხართ, ხო, სადაც ხართ. ესე არ ასრულდება ეს სურვილი. იმისთვის, რომ ის ახალი ეტაპი დაიწყოს, ძველი უნდა დაანგრევთ. ანუ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ წამოხვიდეთ სამსახურიდან, მიიღეთ გადაწყვეტილება, წამოხვიდეთ ურთიერთობიდან, რომელიც არ მოგწონთ ან დანარჩენი სიტუაციებიდან ყოველი თქვენთაგანისთვის, რა თქმა უნდა, სხვადასხვა იქნება. მოკლედ, რადიკალური ქმედებები უნდა განახორციელოთ და ძალიან დიდი ჩარავები უნდა მოახდინოთ თქვენ ცხოვრებაში. ასევე კოშკის ქვეშ შემიძლია ვისაუბრო, რომ კოშკი საკმაოდ კარმული არკანია და აქ ასევე ყურადღებას გავამახვილებდი მშობლებთან ურთიერთობაზე. შესაძლებელია, რომ ძალიან დიდი მენტალური ცვლილებები არის გასაკეთებელი და მოსახდენი კონკრეტულად მშობლებთან ურთიერთობაში. არ აქვს მნიშვნელობა გყავთ თუ არ გყავთ ცოცხლები, თქვენს მენტალობაში და თქვენს ფსიქოლოგიაში, თქვენს ფსიქიკაში არის შესაძლებელი გარკვეული ძარღვები და გარკვეული რაღაცა აზრები მშობლებთან მიმართებაში, იმიტომ რომ ძალიან კარმული არკანია, რომელიც ფაქტურად საყრდენის ნგრევას გულისხმობს. საყრდენი პირველ რიგში არის თქვენი ოჯახი, ხო? ამიტომაც შეიძლება სწორედაც მარტივ ესეთი რჩევა, რომ გითხრათ და აქედან გამოვიტანოთ დასკვნა, გირჩევთ, რომ პირველი ეს ცვლილებები კოშკი, რა თქმა უნდა, მრავალ პლანზე ნგრევას ნიშნავს და პირველ რიგში შეგიძლიათ თქვენი ოჯახიდან დაიწყოთ ეს ნგრევები და ეს ცვლილებები, რომელიც აუცილებლად დაგაყენებთ თქვენი სურვილის ასრულების გზაზე. ძალიან საინტერესო ამბავი გქონდა აქ. ნახოთ ახლა მესამე, რატომ არ გისრულდებათ სურვილი და რა დაგეხმარებათ, რომ სურვილი აგისრულდეთ. ნუ ამ შემთხვევაში სრული არ გისრულდებათ, იმიტომ რომ ნახეთ ორივე ხმლებში ამოდის. ზოგადად ორივე ხმალი ხმლების სტიქი არის მენტალური სტიქია და შემიძლია ვივარაუდო, რომ სრული არ გისრულდებათ, იმიტომ რომ ზედმეტად შეიძლება გქონდეთ აკვიატებული. ანუ ზედმეტად რაღაცა მარტო იდეოლოგიური პროცესები მიმდინარეობს და არაფერი რეალურად ნაბიჯი არ გაქვთ გადადგმული ამისკენ. ანუ მხოლოდ შეიძლება ტვინში არის მომწიფებული და საერთოდ არ არის მატერიალურ სამყაროში არანაირად გამოვლენილი თქვენი სურვილი, იმიტომ რომ რაღაც ნაბიჯები ხო უნდა გააკეთოთ, ხო? თუმცა შეიძლება აი ზუსტად 4-იანი ხმალი ნახეთ როგორ ზის, ხო, ადამიანი ელოდება რაღაცას, ხო? ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად ხმალი აგერ გამზადებული გააქვთ, ანუ ქმედება მომზადებული გაქვთ, მაგრამ რაღაცას ელოდებით, ანუ ჯერჯერობით არ იყენებთ თქვენ ამ ხმალს, ანუ რაღაცა აზრი გაქვთ, მაგრამ მაინც შეიძლება დროს ელოდებით, შეიძლება ანუ სიმართლე რომ გითხრათ, ეხლა როდესაც ესეთი სიტუაცია, რომ რაღაცას ველოდები. როგორც წესი, ყოველთვის თავის გამართლება, იმიტომ რომ ადამიანს რაღაცა ქმედება არ უნდა ეზარება, ერიდება და ასე შემდეგ. ამიტომაც აი ასე არ უნდა იჯდეთ. პირიქით, უნდა იმოქმედოთ, იმიტომ რომ დედოფალი ხმლების ეს არის დედოფალი, რომელიც არის ძალიან ძლიერი დედოფალი. ეს არის ქმედების დედოფალი, ეს არის სიტყვის სიძლიერის დედოფალი, ეს არის არ ვიცი
მართლა მამაკაცურ ენერგიებთან დაახლოებული დედოფალი, რომელიც არის დაკავშირებული ძალიან დიდ ორგანიზატორულ, ძალიან დიდ ორატორულ უნარებთან და ყველაფრის თვითონ კეთების უნარებთან. ამიტომაც ნუზიხართ ასე 4-იან ხმალში, ნუ ელოდებით რაღაცას. თუნდაც ვიღაცამ რაღაცა შეკვირდათ, ხო და ვითომ იმას ელოდებით, ხო? ადექით და თქვენც გაარკვიეთ პარალელურად რაღაცები, ხო? მაგალითად, არ ვიცი, რატომ არ გისრულდებათ მაგალითად საზღვარგარეთ წასვლის ამბავი, ხო? ვიღაცამ შეკვირდა, თქვა ვიზას გაგიკეთებო, ნუ მაგალითად. ნუ ელოდებით მას, მოძებნეთ, დაგუგლეთ, მოიძეთ სხვა ადამიანები, ჩაერიეთ, მაქსიმალურად ჩაერიეთ, მენტალური კუთხით ძალიან ჩაერიეთ ამ საკითხში, ხო? აქ ქმედება მართალია არ ჩანს, მაგრამ მენტალურად აქტიურები უნდა იყოთ, ანუ თქვენ უნდა მოიძიოთ თქვენით ინფორმაცია. თანხმლები ეს არის სუბთა ინფორმაცია, ანუ რაღაცა ინფორმაციულ ვაკუუმში შეიძლება იყოთ და რაღაცა არ იცოდეთ ამასთან დაკავშირებით. ამიტომაც თქვენ უნდა გააქტიურდეთ ამ შემთხვევაში, ნუ ელოდებით რაღაცას ვიღაცისგან ან უბრალოდ არავისგან. უბრალოდ ადექით გააქტიურდეთ, დაგუგლეთ, მოიძიეთ, წაიკითხეთ, უყურეთ ვიდეოებს. დღესდღეობით არსებობს ინტერნეტი და ნებისმიერ საკითხის დაგუგლა შეიძლება და ინფორმაციის მოძიება შეიძლება ძალიან მარტივად, ხო, თავად. გაერკვიეთ ამ საკითხში თქვენ თვითონ, ნუ ელოდებით სხვის დახმარებას. თქვენ თვითონ აიღეთ ეს საკითხი თქვენი პასუხისმგებლობის ქვეშ და დაიწყეთ ამაზე მუშაობა. ეს მართალია პირველი ნაბიჯია, ჯერჯერობით იდეოლოგიური და მენტალური მომწიფება გვაქვს და აქ ქმედებები ჯერჯერობით არ ჩანს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ შორს ხართ სურვილის ასრულებიდან, პირველი ნაბიჯი იქნება სწორედაც თქვენი წამოწევა ამ იდეური და მენტალური კუთხით, ანუ თქვენი გარკვეულობა იმ საკითხში, რომელიც გინდათ რომ აგისრულდეთ. ნახოთ მეოთხე ვარიანტი, რატომ არ გისრულდებათ სურვილი და რა უნდა გაკეთოთ იმისთვის, რომ აგისრულდეთ სურვილი. აქ ძალიან საინტერესო ამბავი გვაქვს, ანუ ორივე ამაგუდის ჩვენ პაჟები, ერთი არის კვერთხების, მეორე პენტაკლების. ნუ პაჟების კვერთხი არის დაკავშირებული ქმედებასთან, მაგრამ არასტაბილურთან. პაჟები ზოგადად არის არასტაბილური, იმიტომ რომ ეს არის ცეცხლოვანი ენერგია, ეს არის იმპულსური ენერგია, როგორც აინთება, ისე ჩაქვრება და შესაბამისად, იმიტომაც არ გისრულდებათ სურვილი, რომ თქვენი სურვილი, როგორც ჩანს მოითხოვს რაღაცა სტაბილურ ქმედებებს, ანუ მაგალითად თვითონ ნაბიჯს ყოველ დღე მთელი წლის განმავლობაში და არა 365 ნაბიჯს ერთი დღის განმავლობაში. თქვენ ეს როგორც ჩანს არ შეგიძლიათ უფრო იმპულსურად მოქმედებთ, ანუ კი მიდიხართ სურვილისკენ, რაღაცას აკეთებთ, დებთ ენერგიას, მაგრამ ეს არ არის სტაბილური. თქვენი სურვილის ასრულებას კი ჭირდება სტაბილურობა, ანუ პაჟები უკვე პენტაკლების, ანუ მიწიერი, დამიწებული, ლოგიკური, ძალიან გათვლილი პატარა ნაბიჯების გადადგმა. თან საინტერესო ის, რომ ორივეგან გვაქვს პაჟები, ნუ ამ შემთხვევაში პრინცესები ამ დასტაში, მაგრამ ზოგადად პაჟების ამსახველი არკანებია. ანუ იდეაში ნახეთ რა ხდება, რომ თქვენ ხართ მიწის ცეცხლში და უნდა გადახვიდეთ მიწის მიწაში, ანუ ხა ეს მარტივად რომ ავხსნა, ქმედებები თქვენი უნდა იყოს ძალიან გაწერილი, ძალიან არა იმპულსური, არამედ დაგეგმილი, სტაბილური, მიწიერი, მატერიალური და ძალიან ლოგიკური სიტუაციასთან მიმართებაში და არამც იმპულსური და შემოქმედებით, იმიტომ რომ როგორც ჩანს თქვენი სურვილის ასრულებას არ ჭირდება იმპულსურობა. ჭირდება შემოქმედებითობა, ჭირდება დაგეგმილობა და ძალიან ესე ვთქვათ დაგეგმილი სწორი ნაბიჯების გადადგმა. ვიტყოდი რომ სურვილთან არ ხართ, სურვილისგან შორს არ ხართ, სურვილის ასრულებისგან რეალურად ძალიან შორსაც არ ხართ, რეალურად ნაბიჯებსაც დგამთ, ეს ნაბიჯები სწორია, მაგრამ ეცადეთ რომ ეს ნაბიჯები იყოს უფრო სტაბილური. აი ამაშია ზუსტად თქვენი სიტუაციის გამოსავალი. წინა ვარიანტებიდან განსხვავებით, თქვენ მეტად ახლოს ხართ თქვენი სურვილის ასრულებასთან და მეტად უფრო სწორად გეხართ და სწორად ქმედებთ ვიდრე სხვა ვარიანტები, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მეტი სტაბილურობა და მეტი მიწიერება გმართებთ ამ სიტუაციასთან მიმართებაში. და ვნახოთ მეხუთე ვარიანტი, რატომ არ გისრულდებათ სურვილი და რა უნდა გაკეთოთ, რომ სურვილი აგისრულდეთ. მოდი ესე ვთქვათ, თქვენ შემთხვევაში რეალურად მე ვერ ვხედავ იმას, რომ ეს სურვილი იყოს თქვენი. ანუ რას გულისხმობ ახლა? ხომ არ დაფიქრდებოდეთ იმაზე, რომ საერთოდ არ გჭირდებათ ამ სურვილის ასრულება, იმიტომ რომ აქ გვაჩვენებს, რომ სურვილი არ გისრულდებათ, იმიტომ რომ შეიძლება კარმულად, ანუ 10-იანი თასი ზოგადად აჩვენებს ოჯახს და რა თქმა უნდა ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში შეიძლება ესეც იყოს, რომ ოჯახი გეშლით ხელს, მაგრამ მეორეს მხრივ მოდი შევხედოთ გლობალურად, ანუ ოჯახი რა არის? ოჯახი არის ჩვენი პირველადი კარმა, ჩვენი
მშობლები, ჩვენი ოჯახი, რომელსაც ჩვენ პირველ რიგში ვირჩევთ, როდესაც დედამიწაზე მოვდივართ და შესაბამისად ამ შემთხვევაში ორივე არკანის თანაფარდობით შემიძლია გითხრათ რჩევა, რომ ხომ არ დაფიქრდებოდით იმაზე, თუ რამდენად რეალურად გჭირდება თქვენ ამ სურვილის ასრულება. იმიტომ რომ რა დაგეხმარებოდათ სურვილის ასრულებაში, ზოგადად ამ სიტუაციის მოგვარებაში ჩანს ის, რომ 10-იანი ხმლები, ანუ 10-იანი ხმლები არის დაკავშირებული თქვენი ეგოს სრულ ყვლასთან და სრულიად ტრანსფორმაციასთან. ანუ დაგეხმარებათ ის, თუ მენტალურად თქვენ გაიაზრებთ, მენტალურად გადახარშავთ კიდევ ერთხელ ამ საკითხს და შეხედავთ არა იმ კუთხით, რომ ეს სურვილი მინდა, არამედ რამდენად მჭირდება ამ სურვილის ასრულება. დაფიქრდით, იმიტომ რომ სამყარო რახან არ გაძლევთ ამ სურვილს, შეიძლება ეს ნიშნავდეს, რომ თქვენ ეს ამ ეტაპზე არ გჭირდებათ. შეიძლება ეს არის სურვილი, რაც დიდი ხანია გინდათ და ვერაცნობიერებთ დიდი ხნის განმავლობაში, რომ საერთოდ არ გჭირდებათ რეალურად. უბრალოდ სურვილია, რომელიც თქვენი რაღაცა ფსიქოემოციონალური მდგომარეობიდან არის გამომდინარე. თუმცა ფსიქოემოციონალური მდგომარეობის მიმართვა შეიძლება ბევრი კუთხით. მაგალითად, ადამიანს წყურია ოჯახი, შესაძლებელია თქვენი სურვილი ოჯახთან იყოს დაკავშირებული, სხვათა შორის სახან ოჯახის არკანია და ძალიან დიდი სიყვარულის ენერგია აქვს. უნდა რომ გააზიაროს თავის სიყვარული, უნდა რომ გადასცეს, უნდა რომ გვერდით ვიღაცა ყავდეს, ვისთანაც უნდა მიქნება აი ამ გაზიარებაში, სიყვარულში, ალერსი და ამ ემოციებში, ხო? და არ ყავს ოჯახი, არ ყავს პარტნიორი, არ ყავს შეყვარებული, ხო? რა უნდა გაკეთოთ? ეს ენერგია უნდა მიმართოთ ხელოვნებისკენ, იმიტომ რომ სიყვარულის ჭარბი ემოციონალური მოზღვავება ძალიან ადვილია რომ დააბანოთ ხელოვნებაში. ანუ უბრალოდ მიმართულება უნდა შეცვალოთ, ხო? ეს ახლა ერთი მაგალითია, შესაძლებელია რა თქმა უნდა თქვენთვის ცოტა სხვა სიტუაცია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დაფიქრდით, ეს სურვილი არ მგონია რომ იყოს თქვენი, არ მგონია რომ ამ სურვილის ასრულება თქვენთვის იყოს სასიხარულო და თქვენთვის საჭირო ცხოვრებაში ამ ეტაპზე და დაფიქრდით აუცილებლად რამდენად თქვენ გჭირდებათ ამ სურვილის ასრულება. დაგეხმარებათ ის, რომ მენტალური გააზრება, გადახარშვა და ტრანსფორმაცია მოახდინოთ თვითონ სურვილისა. რატომ გაგიშთოთ ეს სურვილი, რატომ გინდათ? ხომ არ არის ისე, რომ თქვენში არის რაღაც პოტენციალი, რაც თქვენ გონიათ, რომ მაინც და მაინც ესე უნდა მოხდეს, მაგრამ ჯობია რომ ესე მოხდეს, ხო? ანუ რაღაც აი ამასთან დაკავშირებით აუცილებლად იფიქრეთ. ეს სურვილი, რა თქმა უნდა, აგიხდება თუ არა, ამას მე ვერ გეტყვით, მაგრამ კარტიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის ის, რაც თქვენთვის ამ ეტაპზე იქნება კარგი თქვენივე თავისთვის. ამიტომაც დაფიქრდით ამ კუთხით. დიდი მადლობა ყველას ყურებისთვის, იმედია მოგეწონათ, აუცილებლად დამიწერეთ ხოლმე კომენტარები, იმიტომ რომ თქვენი კომენტარებიდან გამომდინარე უფრო და უფრო ვაუმჯობესებ თქვენთვის ვიდეოებს და გამოდიერთებით თქვენთვის ვაკეთებ. ძალიან კარგი იქნება თუ თქვენ თვითონვე მომცემდით რაღაცა გზამკვლელს და დამეწერეთ ხოლმე კომენტარები, ძალიან მიხარია ხოლმე თქვენი თითოეული კომენტარი. ძალიან დიდი მადლობა ყურებისთვის.